მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევ-ის ეთერში ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს იყიდება საქართველო. დღევანდელი ჩემი გადაცემის თანაწამყვანი, არასტუმარი არამედ თანაწამყვანია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მეცნიერების დოქტორი ბატონი დათო გალეგაშვილი. მოგესალმებით დათო. გამარჯობა ბატონო ვაჟა. ჩვენ სწორედ იმ მტკივნეულ თემას ვაგრძელებთ, რომელიც შეეხება ქართულ მიწა-წყალს, ჩვენ სამშობლოს, რამე თუ პური ჩვენი არსობისა ამ ქართულ მიწა-წყალზე მოდის, რომელსაც უამრავი მტერი ყავს, ყოველ მხრივ ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით თუ სამხრეთით და რომელსაც ყველა ჩვენი დიდი პოეტი უმღეროდა და საოცარ ლექსებს უძღვნიდა ქართულ მიწას, ამ ღვთივკურთხეულ, ღვთისმშობლის წილხვად მიწა-წყალს. მიწაც ტკბილია მშობლური გულს რომ ეყრება ფხვიერა, ბრძანებდა დიდი ვაჟა-ფშაველა, რომლის დაბადების დღე 2 დღის წინ იყო. ჩვენი დღევანდელი გადაცემა სწორედ ამ მიწა-წყლის გასხვისების თემას ეძღვნება. რამე თუ ხედავთ რომ იმ მიგრაციულმა პროცესებმა ლამის წალეკა საქართველოს, ხედავთ რომ საქართველოსდან მილიონზე მეტი ქართველი გასულია უკვე ჩვენი სამშობლოდან, სამშობლო იცლება სისხლისგან და ხედავთ რომ სადღაც უკვე 800,000-ზე მეტი უცხოელია შემოსული საქართველოში. ეს არის ძალიან დიდი ციფრი ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც არის საქართველო და ეს დემოგრაფიული კატასტროფა უკვე ისე გვიახლოვდება, როგორც მეცხრე ტალღა მშვიდად მყოფ ნაპირზე მყოფ დამსვენებლებს. ვფიქრობდი, რომ განგაშის ზარებს შემოკრავდა ხელისუფლება, როდესაც სტატისტიკურ მონაცემებს ჩახედავდა და მან უკეთესად იცის ჩვენზე უკეთესად, რა საშინელი მდგომარეობა ამ მხრივ ქართული მიწა-წყლის მხრივ. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ქართული მიწა-წყლის 70% უცხოელების ხელშია, ზოგიერთი ფიქტიური ხელმოწერით თუ ქორწინებით არის საქართველოს მოქალაქე, ზოგს ბინადრობის უფლება და ასე შემდეგ და სხვადასხვა მახინაციებით და ჩვენ ხედავთ რომ საქართველო უკვე გაჯერებულია უცხოელებით. ეხლა მეორე საკითხია, ვის შემოყავს ეს უცხოელები, რა პროგრამა მუშაობს ჩვენ გადასალეკად და ჩვენს ამოსაძირკვად, თან შემოყავთ ჩვენი ისტორიული მტრები, არაქრისტიანები და ყველას თვალწინ უდიდესი საფრთხის წინაშეა ქვეყანა. მე ვიტყოდი საქართველოს ისტორიის ვერცერთ მონაკვეთს ვერ გავიხსენებთ, რომ ამდენი უცხო ძალა ყოფილიყო საქართველოში. მე არ უწოდებ შეგნებულად მტრებს ან რაღაცა ურჩხულებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამდენი უცხო ქვეყნის მოქალაქე, უცხო ჯურის, უცხო ჯილაგის ადამიანები საქართველოში არ ყოფილან. ეს იგრძნობა როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ისე უკვე რაიონებში, მუნიციპალიტეტებში, სადაც ძირითადად სოფლების გარშემო მყოფი საძოვრების გასხვისების პროცესი მასიურად არის დაწყებული და ვფიქრობ, რომ იქნება ახალმა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა შეაჩეროს ეს პროცესი. ჩვენ ერთხელ მივმართეთ აი ამ გუნდმა, რომელიც ვომობდით ქართულ მიწა-წყალთან დაკავშირებით, სამწუხაროდ პაატა კოღუაშვილი ღმერთმა ნათელში ამყოფა, ჩვენი მეგობარი გარდაიცვალა, მაგრამ აი მე და დათო გალეგაშვილი ვაგრძელებთ ამ ომს, რომელსაც საქართველოს მიწა-წყლის გადარჩენა ქვია და გასხვისების პროცესის შეჩერება. მე ახლა სიტყვის ალავერს გადავალ დათოსთან. დათო გალეგაშვილი მეცნიერების დოქტორი, ყოფილი მოადგილე მინისტრისა, სოფლის მინისტრისა, გარდა ამისა უამრავ მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებზეა ნამუშევარი და უდიდესი გამოცდილება აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი და დამახასიათებელი ნიშანი მისი არის ქართული მიწა-წყლის სიყვარული და პატრიოტიზმი. სწორედ აი ამ კუთხით ვაგრძელებთ ჩვენ ერთად ამ გადაცემათა ციკლს, რომელსაც ქვია იყიდება საქართველო. მადლობთ ბატონო ვაჟა. ჩვენს მშენელებს ეს ბოლო ხანია ძალიან დაინტერესა და დაინტერესდნენ თქვენი გადაცემებით, მათ შორის ამ ციკლით, რომელსაც
იყიდება საქართველოს ქვია. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თქვენი ნებართვით ბატონო ვაჟა, მე მოგითხრობთ პატარა წინა ისტორიას, თუ როგორ მოვიდა დღევანდელი საქართველო ამ მდგომარეობამდე. წინა ხელისუფლების პერიოდში ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილის ხელით და კიდევ ორი უცხოელის ხელით, ერთი გერმანელი იყო და მეორე დანიელი, შევიდა სასამართლოში ასეთი განცხადება, რომ ჩვენ უცხოელებს გვაყენებთ არათანაბარ პირობებში ქართველებთან და მოგვიწით საშუალება, რომ ისევ როგორც ქართველებს ჩვენ შევიძინოთ საქართველოს მიწა. რა თქმა უნდა, მაშინდელმა ხელისუფლებამ და იმდროინდელმა სასამართლომ გაუკმაყოფილეს ეს გადაწყვეტილება და გაიხსნა პროცესი უცხოელებზე მიწის გასხვისებისა. უსუფაშვილი ამ დროს პარლამენტის თავმჯდომარე? არა, ეს ხდება ნაციონალური მოძრაობის დროს. აჰა. პენდუქიძის ეპოქა და სააკაშვილის. მაგრამ ძალიან მოკლე ხანში წინა ხელისუფლება იცვლება, მოდის ქართული ოცნება და მოხდა ისე, რომ მეც როგორც წისქვილების ასოციაციის თავმჯდომარე და ერთ-ერთი წისქვილის ხელმძღვანელი გადმომიყვანეს სახელმწიფო სამსახურში. დამაბრუნეს, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სამსახურში და გავხდი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ის რაც განვითარდა შემდგომში, ეს შიდა სამზარეულოდან ჩემ თვალწინ ხდებოდა. ანუ როგორ მოქმედებდა უკვე ქართული ოცნება. ვინაიდან ენთუზიაზმი დიდი იყო, ყველაფერი რაც გაკეთებული და გაფუჭებული ქონდა ნაცნობ მოძრაობას უნდა წაშლილიყო, ამიტომ თავდაპირველად შეიქმნა სახელმწიფო კომისია ქალბატონი თეა წულუკიანის მაშინდელი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელმაც დაიწყო მიწასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა. და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დროებით გამოცხადებული იყო მორატორიუმი უცხოელებზე ამ მიწის გასხვისებისა. ძალიან კარგი. მაგრამ მიუხედავად ამისა, საერთაშორისო მეგობრების, როგორც ეწოდებოდათ მაშინ მათ ერთგული მეგობრების ბჭყალებში. ხო, დაუძინებელი მეგობრების უაღრესად მნიშვნელოვანი ზემოქმედებით ნელ-ნელა უკან დაიხია ქართულმა ოცნებამ. და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ვინც თქვენ ახსენეთ ბატონი დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელი, უკვე პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე პირდაპირ ემსახურებოდა ამ უცხოელ ძალებს, სწორედ რესპუბლიკური პარტიის ისევე როგორც მისი მეუღლე ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი, მოადგილე დოლიძე, ყველანი სულ გაყიდული ხალხი. ოცნებაში გაჩნდნენ უკვე ის უჯრედები, პირველ 4 წელიწადზეა საუბარი, როცა მე მაშინ იქ მუშაობ, მე წამოსული ვარ იქიდან 16 წელს, უკვე აღარ ვიყავი მთავრობაში. აი ამ ძალებმა ოცნების კოალიციაში მოქცეულმა ვითომ დასავლეთის ერთგულმა და საქართველოს ვითომ კი არა მართლა ერთგულმა და საქართველოს მტერმა ძალებმა მოღალატე ძალებმა საკანონმდებლო ხელსაწყოების და ინსტრუმენტების გამოყენებით უკან დაახევინეს ქართულ ოცნებას და გახსნეს ის მცირე ხვრელები, რაც შემდეგ გადაიქცა დიდ ზღვა და ოკეანეთ, რაც ახლა საქართველოში ხდება. ეხლა რომ თქვათ რა ხდება ზოგადად სოფლიოში, ძალიან მოდაშია შემოსული ეს deep state და გლობალური ძალები, ეს ძალები მართლა არსებობს და ჩვენ ხედავთ როგორ მოქმედებენ ისინი უკვე თანამედროვე სოფლიოში. ეს პროცესები დაწყებულია საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, განსაკუთრებით ნულოვან და 10-იან წლებში, რომ სოფლიოში ყველა სახელმწიფოს მიწები უნდა გადავიდეს გლობალური ძალაუფლების ხელში. და მათ შორის ეს ყველაფერი ვრცელდებოდა იმ სამ ქვეყანასაც, რომელებიც ჩვენ შერჩეულები ვიყავით, რომ შევსულიყავით ევროკავშირში, საქართველოზე, მოლდოვაზე და უკრაინაზე. ამ სამ ქვეყანაში უდიდესი ღირებულება გააჩნია უკრაინის შავმიწა ნიადაგებს. ის არის მსოფლიოს ყველაზე ხარისხიანი მიწების 1/13 ფარგლებში მერყეობს. და მოხდა ისე, რომ უკრაინის დღევანდელი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აი სავალუტო ფონდის მოთხოვნები რომ დააყენეს, კიდევ სხვადასხვა მოთხოვნები დააყენეს, რომ თქვენ რახან ვერ იხდით ახლა ჩვენ წინაშე აღებულ ვალდებულებებს ამდენი ფინანსები გაგაჩნიათ, რომ მოგცეთ ახალი სესხები, მილიარდობით დოლარი იმისთვის, რომ თქვენ ჩვენი ძველი სესხები გადაფაროთ, ამიტომ უნდა შეასრულოთ რამოდენიმე პირობა და მათ შორის ერთი იყო ის, რომ უკრაინის მიწები გაყიდულიყო უცხოელებს.
მე როცა ვიყავი ministris მოადგილე, მაშინ აქ ჩამოსული იყო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ორგანოებიდან შერჩეული ადამიანების სერიოზული შემადგენლობა, ეგრეთ წოდებული დელეგაცია, ვისაც ჩვენი მთავრობის წევრები შეხვდნენ და იქ რამოდენიმე საკითხი განიხილებოდა, მათ შორის კარგი, საშუალო, ცუდიც საქართველოსთვის. ერთ-ერთი მათგანი იყო, იმ ხალხმა ეკითხა, რომ აი მიწებასთან დაკავშირებით ესო, სოფლიო ეკონომიკის ახალი ტალღა არ იცოდა, თქვენ უნდა შეუერთდეთ ამას, თუ გნებავთ რომ იყოთო ინტეგრირებული წევრი საერთაშორისო საზოგადოებაში. ამიტომ ჩვენ ვკითხეს, რატომ არ აკეთეთ ამ მიწებს, მაგრამ აქ აღსანიშნავი ერთია, რომ ამერიკელებს და გლობალურ ძალებს და deep states არც უკრაინისთვის, არ ჩვენთვის არ მოუთხოვიათ, რომ აქ მიწები გავასხვისოთ უცხოელ მოქალაქეებზე, რომლებიც აქ სოფლებს ააშენებენ. აქ ლაპარაკი იყო საერთაშორისო კორპორაციებზე, რომლებიც შეიძენენ მიწას იმისთვის, რომ დაამუშავონ და პროდუქცია აწარმოონ. და ეს მოხდა კიდეც უკრაინაში მილიონობით ჰექტარი, მათი შავმიწა ნიადაგების ნახევარი უცხოური დიდი უცხოური და საერთაშორისო გლობალური კომპანიების ხელშია გადასული. BlackRock-ი ცნობილია და კიდევ რამოდენიმე ისეთი ორგანიზაციაა. მილიონობით ჰექტარი. იქ უკრაინაშიც კი არ მოსვლია თავში აზრად ვინმეს ის, რომ გაეყიდათ მიწა რომელიმე უცხო ტომელზე, ვინც არ უნდა ყოფილიყო აზიელი, ევროპელი თუ სადავ არ უნდა ყოფილიყო, რომ იქ იმათ სოფელი ეშენებინათ. ეს როგორც ძირითადი საშუალება უნდა ჩართულიყო სოფლიო ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ორომტრიალში და ასე ეწარმოებინათ პროდუქცია უცხოურ კომპანიებს. ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ ამ საკითხში გადაასწრო ნაციონალურ მოძრაობასაც, ვინც ეს პროცესი დაიწყო. გახსოვთ თქვენ ახლა იორ მუღალოსთან საგარეჯოში 5000 ჰექტარი მიყიდეს ირანელ კაცს და ის ამუშავებს მაინც მიწას. ანუ იქ სოფლის გაშენება ზენგაც არ უფიქრია, ეხლა თუ არ დაიწყო, ვიცი. ის კაცი 5000 ჰექტარს ამუშავებს და ხან რა მოყავს და ხან რა მოყავს. ანუ ის მწარმოებელია. არც ეს არ შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ ახლა ამას ცოტა ხანი თავი დავანებოთ, მაგაზე მოგვიანებით მოგახსენებთ რა. თანამედროვე ხელისუფლებამ დღევანდელმა მთავრობამ შევიდა რა შეცდომაში და ვითომ უცხოელები ვერ გაიგეს უცხოელები ამათ რას თხოვდნენ და შეიყვანა რა შეცდომაში იმ ადამიანებმა ვინც ნაციონალური მოძრაობიდან გადმოიყვანეს და დანიშნეს ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილებად და კიდევ სხვადასხვა საკვანძო ადგილებზე ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ თანამდებობებზე ამ ადამიანებმა ნაცვლად იმისა რომ ისიც დარღვევაა და ის არ შეიძლება რომ მომხდარიყო. ეს ყველაფერი გასხვისებული იყო კორპორაციებზე, პროდუქციის საწარმოებლად, ეს კორპორაციები კიდე ცალკე უბედურებაა, მაგრამ ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს, რაც საქართველოს დაატყა თავს. ამათმა დაიწყეს კონსტიტუციის 19 მუხლის და კიდევ 2 შესაბამისობაში არსებული კანონის მუხლების დარღვევა და თვალთმაქცური გზით შეუცვალეს კატეგორია სასოფლო სამეურნეო მიწებს ისე, რომ ის გასხვისებული იყო საბოლოო ჯამში უცხოელებზე და საქართველოს მთელი ტერიტორიის მასშტაბით. მათ შორის თბილისში შემოსული ახალი ტერიტორიების, როგორიც არის ტაბახმელა მაგალითად. აქ ათობით და ასობით უცხოელების სახლები აშენდა, შენდება, იქმნება სოფლები და ეს ყველაფერი ხდება პარალელურად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო კლავენ ქართულ სოფლებს მიზან მიმართულად, ართმევენ მათ თავისი საკვები ბაზის თავარ საფუძველს მიწას და ამას გადასცემენ უცხოელებს, რომ იქ აშენდეს სოფლები და ქართული მიწები და ქართული სოფლები, რომ იქიდან აიყაროს და გადასახდეს. ასეთი მასშტაბის გამყიდველობა ასეთი მასშტაბის უგუნურობა დედამიწაზე არ უარსებია, კაცო. ეს არც უკრაინაში არ ხდება, არც deep states მოუთხოვია ჩვენთვის. ამისთანა მოთხოვნაც არ ყოფილა, კაცო. ეს არის უბრალოდ მეკვეჭვეჭვემეპარება რა. ჩვენ ეს არის დათო სამშობლოს მოღალატეობა. მე აი ძველი მინისტრი დავითაშვილი რო გადაიყვანეს ახლა მთავრობის რაღაც კომისიის თავმჯდომარე თუ წევრად. აი აქედან დაწყებული ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ეს თანამშრომლები ყველა არის ციხეში ჩასაყრელი. ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები. ამათი ხელმოწერებით არის, რომ ჯუგანი იქნება, ეს ბაზალეთის ტბა იქნება, თუ ქვემოჭალის მიწები იქნებოდა თუ წინარეხის, აიხლა წინარეხის 14 გექტარ ნახევარი უცბად რომ ისევ არაბს მიეცით 100%-ით. ეს რა ამ სამინისტროებით მე და დათო გალეგაშვილმა ხო არ გავაკეთეთ, ვერ გავიგე. ეს არის ამ სტრუქტურების გაკეთებული, ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები. ვირზე უკუღმავს სვავდნენ და ქოლავდა მთელი მოსახლეობა ამნაირ ხალხს. ეხლა რატო ისტორიული პარალელი მინდა გავავლო?
1625 წელს, როდესაც მოხდა მარტყოფის აჯანყება, რა იყო ამისი საფუძველი, სამართლებრივი საფუძველი? შაჰ-აბასმა გამოსცა კანონი 1624 წლის ბოლოს, როდესაც უკვე დემარკაციას მორჩა და თავის ომებს იქით ბაღდად ყანდაღართან და აქეთ თურქებთან, ოსმალეთთან, რომ ყველა მიწა იყო შაჰისა და შაჰს უნდა მოეწერა ხელი და შაჰის ფირმანი და მისი ბეჭედი უნდა ყოფილიყო, რომ ეს მიწა ყოფილიყო, თქვათ, რომელიმე ქართველი ერისთავის, ან ამილ ახვრის, ან ბარათაშვილის და ასე შემდეგ, ან ჯავახიშვილის და ასე შემდეგ, ციციშვილის და ასე შემდეგ. და ამ ბეჭედზე იყო წარწერა მონა შაჰისა და შესაბამისად ეს აწერდა ხელს, ვინც იქნებოდა. აი ეს აუხსნა ეს კანონმდებლობა გიორგი სააკაძემ რო იტყვიან ყველა თავადს, რო იცი რა, თქვენი მიწაწყალი ფაქტიურად გადადის შაჰის ხელში და თუ არ დაუდგებით ერთად ჩვენ სათითაოდ აბსოლუტურად დაგვამარცხებენ და გაგვანადგურებენ. აი ამან გამოიწვია ერთობა ქართველთა იქ მოღალატე ანდუყაფარ ამილახურის გარდა და აჯანყება მარტყოფისა და ამ მიწაწყლის დასაცავად 1000-ობით და 100,000-ობით ადამიანი ქართველი მამაკაცი წყდებოდა, ქართველი ქალი წყდებოდა და იცავდა ამ მიწაწყალს. აი ეს ოხრები, რომელთაც ქვია სახელმწიფო უწყებები, არიან პირველი გამყიდველები, კაცო. და ამას ეძახიან ინვესტიციას, ყველაზე უბედურება ეს არის, რომ ამას გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რომ უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ჯუგანში რო აშენეთ ირანული სოფელი, ეს ინვესტიციაა? ეს არის ეროვნული საფრთხე საქართველოსთვის. სახელმწიფოებრივი უშიშროების კონცეფცია ელემენტარულად ვისაც აქვს შემუშავებული ან წაკითხული, მიხვდება, რომ ესეთი სოფლების არსებობა ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქართული სახელმწიფოსთვის. მით უმეტეს ეხლა, როდესაც ყველა მხრიდან გვიტევენ, ვიღაც ამბობს, რომ დიდი სომხეთი უნდა ეს აღვადგინოთ, ვიღაც ამბობს, რომ ეს ჩვენი მიწაწყალია და ეს აჭარა უნდა წავიღო ვიღაცა. ესე არ არის ბატონებო და თქვენ შიგნით ნაღმებს დებთ ეხლა. მაშა სადამე ძირითადად დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის გარშემო ჩნდება არაბული, ირანული დასახლებები, აი ესე როგორც თქვათ, ვახსენეთ ტაბახმელა, ვახსენეთ ბაზალეთის ტბა, ვახსენეთ ჯუგაანი, ასევე მაგალითად ახალი სამგორი, სადაც ამ დიდ სოფელს ერთი მხრიდან არაბები უტევენ, მეორე მხრიდან ინდოელები და აპირებენ, რომ ამ 130 ჰექტარზე, რომელიც სოფელს გარშემო აკრავს საძოვრებად, მზის ბატარეები დადგან. რა თქმა უნდა, მზის ბატარეები კარგია, მაგრამ მას უარყოფითი ეფექტიც აქვს. შესაბამისად, სითბურ ენერგიას გამოყოფენ და ეკოსისტემა იცვლება იქ, ისე რომ მოსახლეობა ამ ტერიტორიას საძოვრად ვერ გამოიყენებს. ძირითადად ახალი სამგორის მოსახლეობა მეცხოველეობას ეწევა და შესაბამისად რძის პროდუქტებს ქალაქში აბარებენ, ქალაქში ყიდიან. ამდენად აი ეს პრობლემები, რომელიც რო იტყვიან შეგნებულად თუ შეუგნებლად წარმოშვა საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჯერ ეს მდგრადი განვითარება რა ჯანდაბა, ამაზე მინდა რომ ორიოდე სიტყვით თქვა დათო და მეორეც ეს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ ვაცხადებ დაკომპლექტებულია ყაჩაღთა ბანდით, რომელიც ქართული მიწაწყლის გაყიდვით არის დაკავებული. კიდევ ერთხელ მინდა მთავრობის საყურადღებოდ და ჩვენი მოსახლეობის საყურადღებოდ ის თაღლითური და თვალთმაქცური სქემა, მოღალატეობრივი სქემა გაჩვენოთ, რასაც ახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო და ქონების მართვის სააგენტო. ანუ სოფლების გარშემო არსებულ მიწებს, ეს ძირითადად არის საძოვრები, მდელოები, ბუჩქნარი, ტყის მასივები და ასე შემდეგ, უცვლის კატეგორიას და კატეგორიას უცვლის როგორ შეკითხვით გადადის სახელმწიფო რწმუნებულის დავალებით შესაბამის მუნიციპალიტეტის მერიებზე, რომ აქ რამე მშენებლობა ხო არ მიმდინარეობს, არაფერი მშენებლობა არ მიმდინარეობს საქართველოში, თუ არ ჩავთვლით ბენზინგასამართი სადგურების ან ოტელების მშენებლობას, არავით არის წარმოება აქ, ფაბრიკა, ქარხანა არ შენდება და შესაბამისად პასუხი უარყოფითია, რომ აქ რაიმე დიდი მშენებლობა არ მიმდინარეობს. მაშინ
ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ეკონომიკის სამინისტრო უცვლის კატეგორიას სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას და ხდება სადღაც 3-4 დღეში მაქსიმუმ ელექტრონულ აუქციონზე გატანა. და ეს შეეხება საქართველოს ყველა რაიონს. დასავლეთ საქართველოსთან დაწყებული, აღმოსავლეთით დამთავრებული, ჩვენი ჩრდილოეთიდან დაწყებული, სამხრეთ საზღვრებით დამთავრებული. სრულიად საქართველოს მოიცვა აი ამ მოღალატეობრივმა სქემამ, რომელსაც შემდეგ გამოვარდება რომელიმე ეკონომიკის მინისტრი თუ მინისტრის მოადგილე და უწოდებს, რომ უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. არავითარი უცხოური ინვესტიცია არ არის ესა, აქ შენდება შესაბამისად არაბული თუ ირანული სოფლები თუ პაკისტანური სოფლები, რომელიც დამღუპელია ქართული სახელმწიფოსათვის. ეს არის მოღალატეობრივი ნაბიჯი ამ ხელისუფლებისა და თუ ამას დროზე არ მიეხედა, მაშინ ჩვენ ქართველობა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდებით, მაშინ როდესაც გლობალიზაციის ტალღები და გლობალური მტრული ძალები გარედან ეხეთქებიან საქართველოს საზღვრებს და ტერიტორიას, შიგნით ფეთქებად საშიში და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის ძალიან საშიში მომენტები დაუდგება ჩვენ სახელმწიფოს. ამდენად ამისი პრაქტიკული მაგალითები გვაქვს, აი ჩემი მშობლიური სოფელი ვახსენე ერთგან, სოფელი ქვემოჭალა, სადაც 11 ჰექტარი ესე ჩალისფასად უცხოელებს მიცეს და 5 სასამართლო გავმართეთ და მოვიგეთ და ეხლა კიდევ ვაგრძელებთ. ასევე სოფელი წინარეხი, სადაც 14 გექტარი ნახევარი ისევ არაბის ხელში გადაიყვანა ეკონომიკის სამინისტრომ და აი ეს მიწები მთელი საქართველოს მასშტაბით და თბილისის გარშემო კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მიწების 70%-ზე მეტი უცხოელების ხელშია. შედით საიტზე nap.gov.g და ნახავთ, რომ ეს ასია, მე არ ვიტყუები, მე ჩემ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, nap.gov.g-ზე ნახეთ, ვისია ტრასის ავტობანის გარშემო მდებარე მიწები. როგორც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით, ასევე თბილისიდან კახეთის, თელავის და ახმეტის და აქეთ მიმართულებით. ნახეთ ვისია ეს მიწები. შემდეგ ხდება ამ მიწების დაყოფა პატარ-პატარა ნაკვეთებად, 6-7 მიასედიან ნაკვეთებად, რომ ინდივიდუალური ბინადმშენებლობა დაიწყონ უცხოელებმა, მიდიან შესაბამისად რაიონის გამგეობებში, მუნიციპალიტეტებში, ითხოვენ რომ ეს არის მისი საკუთრება და ინდივიდუალური ბინადმშენებლობის ნებართვას იღებენ და სოკოებით ჩნდება მე ეს სოფლები, როგორც ტაბახმელასთან გაჩნდა, როგორც ჯუგაანში გაჩნდა, როგორც გაჩნდა ბაზალეთის ტბაზე. უფრო მეტი აი ჯუგანის მაგალითი ჩვენ განვიხილეთ ქალბატონ ხო, დიახ. და ესე იგი, რადგანაც სოფლის გამგებელი უწევდა წინამდებობას, ეს მიწები კონკრეტული სოფლიდან სხვა სოფელს გადააწერეს, რომ იქიდან გაიყიდოს. დიახ, რომ იქიდან გაყიდეს ადვილად. აი ასეთი თვალთმაქცური გარიგებები ხდება. მე მივმართავ უშიშროების სამსახურს, მივმართავ მთავარ პროკურატურას. ეს არის ქვეყნის ღალატი. ქართველი ერის ღალატი, აბა რას ქვია სხვას. შენი მიწაწყლის გაყიდვას ქვია, ვიღაცის ჯიბეებში მიდის ეს ფული. იმიტომ რომ აი ნახეთ, ეხლა რუსთავში მიდის სასამართლო ორ არაბულ დაჯგუფებას შორის. ალთოვერკი ალ-ბაღდადსა და ამერ ჰუსეინს დაჯგუფებას შორის ერთმანეთს ედავებიან ძალიან დიდ თანხებს, ქართულ მიწებს ედავებიან. აი კურიოზი არ არის, ჩვენ მიწებთან დაკავშირებით არის, არა ჩემია, არა ჩემია. აი ამ რეალობასთან გვაქვს საქმე. როინ თუ რომან, კუტუბიძეა თუ კუპატაძეა მოსამართლე. აი ამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში. და აი ეს პროცესი თუ არ შეჩერდა და თუ არ მოხდა ამ პროცესის კონტროლი, უდიდესი საფრთხის წინაშე იქნება ჩვენი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში სახელმწიფო დონეზე, რომელიც სწორედ ამ მიწებს გააკონტროლებს, ქართული მიწაწყლის გაყიდვის საკითხს გააკონტროლებს და აღმოფხვრის ამ პრობლემას. სხვა მე სხვისი იმედი არ მაქვს, ერთადერთი პრემიერ-მინისტრი მგონია, რომ შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას ქვეყნის სასიკეთოდ და სასარგებლოდ, რადგანაც
ამაზე იმატება, აი ჩვენ მარტო მიწებზე ვლაპარაკობთ და უკვე საქართველოში გვაქვს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც უკვე კულტურულ არქიტექტურული მემკვიდრეობის გასხვისებას აქვს ადგილი. იგივე გივი ამილახვრისეულ სასახლის ხელში ჩაგდებას თაღლითი კუხიანიძის მიერ, იგივე ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილის ბაკურაბულაძის მამის მიერ რევაზ ამილახვრის სასახლის ხელში ჩაგდებას აქვს ადგილი. და აი ეს პროცესი და სამართლებრივად თუ ჩვენ დაუშვით დათო, ეს გამოდის რომ მაშინ მთელი თბილისი შეიძლება არაქართველების ხელში აღმოჩნდეს. ეხლა მე არავის არ ვემტერები კონკრეტულად, მე სახელმწიფო პრობლემას ვწევ მაღლა, რადგანაც ჩემთვის როგორც უფალი სამშობლო ერთია ქვეყანაზე და იმ აბულაძეზეც მეტია ჩემთვის ეს მიწაწყალი, იმ კუხიანიძესაც და სხვებზეც. რადგანაც თუ ეს ფაქტი სამართლებრივად გაგრძელდა, აღმოჩნდება რომ საქართველოს ძალიან დიდ სამართლებრივ გაუგებრობაში იქნება ჩავარდნილი, ისედაც დანგრეული ქვეყანა შიგა ამ პროცესებით აი გამოიხრება, როგორც ჭიამ გამოხრა, ესე გამოიხრება ქვეყანა. მე მინდა ახლა სიტყვის ალავერც ისე დათოსთან გადავიდე, დათო გალეგაშვილი, მეცნიერების დოქტორი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. გავაგრძელებ თქვენს ნათქვამს, ბატონო ვაჟა, და ვიტყვი რომ საკონსტიტუციო ცვლილება სწორედ რომ ჩვენმა დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა მიიღო. ძალიან კარგი. ირაკლი კობახიძე. კი ბატონო. კონსტიტუციაში ცვლილება შედის უაღრესად იშვიათად. და როცა შედის, მას გააჩნია განსაკუთრებული მნიშვნელობა. ესე იგი, როდესაც ბატონო ირაკლი ბრძანდებოდა პარლამენტის თავმჯდომარედ, მიიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ რამოდენიმე სხვა მუხლთან ერთად მომხდარიყო მე-19 მუხლზე კიდევ ერთი დანართის შეტანა კონსტიტუციაში. და ეს როგორც ჩვენ ვიცით, ბატონ ირაკლის ინიციატივაც გახდათ. და მასთან ერთად გარკვეულწილად მუშაობდა ჩვენი ცხონებულნი დიდი ქართველი კაცი, ბატონი პაატა გოგუაშვილი. და მე მისგან მოყოლილიც ვიცი, როგორ ხდებოდა აი სამუშაო შეხვედრები ბატონ ირაკლი კობახიძესთან. ამ მუხლში წერია საქართველოს კონსტიტუციაში, რომ მიწა, სასოფლო სამეურნეო მიწა, ეს არის საქართველოს განსაკუთრებული ეროვნული რესურსი. ასეთი დახასიათება სხვას არაფერს არ გააჩნია. რატომ არის ეს დახასიათება მინიჭებული მიწაზე? იმიტომ რომ მიწა არის ჩვენი ცხოვრების ადგილი, ჩვენ ამის გარდა სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია. ეს არის ჩვენი საკვების, წარმოების ძირითადი საშუალება. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში ჟანგბადი და მერე საჭმელი. ამის გარეშე ჩვენ არ ვარსებობთ როგორც ადამიანები, ცალკეული ერთეულები, მაგრამ თუ ქვეყანა და სახელმწიფო თავის საკვებს მოკლებულია, ის ჩათვალეთ რომ პირდაპირ მონომდგომარეობაშია ნებისმიერად, ვინც მას ერთ პატარა ხელ საჭმელს გამოუწვდეს. ამიტომ საჭმლის წარმოება, პროდუქციის წარმოება, საკვების წარმოება, ეს არის ჩვენი სიცოცხლის აუცილებელი ატრიბუტი. და როდესაც დაიშვა განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს გამონაკლისი კონსტიტუციაში სრულების შეტანის დროს, აქ იგულისხმებოდა თუ კი იქმნება რაიმე დიდი პროექტი საქართველოში, მაგალითად ანაკლის სპორტის მშენებლობა, დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც გინდა არ გიცა შეიძლება შეეხოს სასოფლო სამეურნეო მიწებს, ამ შემთხვევაში უკვე მთავრობის გადაწყვეტილებით უნდა დაშვებული იქნას ეს განსაკუთრებულობა. მაგრამ და კანონიც ამას განსაზღვრავს, რომ კატეგორიის ცვლილება შეიძლება მხოლოდ როდესაც მის მიზანშეტანილობას დაასაბუთებ. ყველა ის ოპერაცია, თაღლითური ოპერაცია, თვალთმაგცური ოპერაცია, რომელსაც საჯარო რეესტრი და ქონების მართვის სააგენტო ახორციელებენ, ერთი სამინისტრო არის იუსტიციის და მეორე სამინისტრო არის ეკონომიკის, სწორედ რომ ბატონი ვაჟასაც გითხრობდათ, როგორ ხდება ეს მექანიზმი, ხდება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და დასაბუთებად მოაქვთ ასეთი ტერმინები, ზოგადი ტერმინები, რომლებიც ატყუილებს ქართველ ადამიანების სმენას, რომ ეს ინვესტიციაა. ინვესტიცია არის იმ შემთხვევაში, როდესაც შენ ააშენებ დიდ პორტს, დიდ ელექტროსადგურს, რომელსაც გამოიმუშავებ პროდუქციას. პროდუქციის გამომუშავება სადაც ხდება, ეს არის ინვესტიცია საქართველოში. გინა ქართულს გავუკეთებია და გინა უცხოელს. ამ შემთხვევაში შეიძლება გამონაკლისი დაუშვა საქართველოს თავის საზოგადოებასთან შეთანხმებისამებრ. ანაკლია რო შენდება, ყველამ ვიცით, ყველას გვინდა რომ აშენდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ შენ აქ იტყუილები არანაირი დამტკიცება ეკონომიკური ემას არ გააჩნია, არანაირი ეკონომიკური პროდუქცია აქ არ იწარმოება, აშენდება სახლი, შესახლდება არაბი, გააჩენს აქ შვილს
და გვერდზე რო სოფელი იყო და ამ მიწაზე პროდუქციას აწარმოებდა, ის ქართული სოფელი აიყრება 10 წელიწადში, 5 წელიწადში, 15 წელიწადში და იქ ქართული მოსახლეობა აღარ იქნება. საქართველოს მკვლელობა მიმდინარეობს. ამ ტყუილებზე აგებული ეკონომიკური თვალთმაქცობიდან. ამის მოთავე არის, ეტაპი განვაცხადებ, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, ისე მოატყუილა, მაგრამ ყველა ეკონომიკის მინისტრი და კიდევ პრემიერ-მინისტრები ახალ პრემიერ-მინისტრი ჯერ ვლაპარაკობ ამაზე. ყველა სწორედ რომ მაგან დაწერა ეს მოხსენებები, რომ ეს ინვესტიცია შემოდიან აქ ტურისტებმა უნდა იარონ და ასე შემდეგ. რა ტურისტმა უნდა იარონ? სასტუმროების მეტი რა არის ტურისტებმა სასტუმროები იარონ. რა თქმა უნდა, იმას 150 სახლი აშენებული ერთ სოფლად. როგორი ინვესტიცია? აი ამ ტყუილზეა წამოგებული მთელი ეკონომიკური გუნდი დაწყებული გიორგი კვირიკაშვილიდან. ეს გიორგი კვირიკაშვილი კარგი ადამიანია, მრავალშვილიანი მამა, ქრისტიანი კაცია, ოქროს მედალზე აქვს დამთავრებული კომაროვის შესანიშნავი სკოლა. ანუ ამაზე უკეთესად როგორ უნდა დაახასიათო, მაგრამ ადამიანს არ გააჩნია სტრატეგიული აზროვნება. არ ესმის ამ ადამიანს და არ ესმის ამ ადამიანს, რომ ქვეყანა პროდუქცია უნდა აწარმოოს, თორე შიმშილებზე გადაგდებული საქართველო მონომაში აღმოჩნდება. ასე გააგრძელა ყველა ეკონომიკის მინისტრმა, ასე გააგრძელა ყველა პრემიერ-მინისტრმა. გახარია მაგენ ამახან ხესიმიცა 80. გახარია 9 მილიარდ დოლარში გადაგვაგდო საქართველო, კაცო. რა 21 მილიონი კვადრატული მეტრი ის ჩორჩანაც უძირფასია ყოველი კვადრატული მეტრი, მაგრამ ის ჩორჩანა შეუდარებელია იმ დანაშაულთან, რაც ამ კაცმა ჩაიდინა, კაცო, გახარია. და კიდევ სხვებმა. ამიტომ ჩვენ ვამბობთ შემდეგს. ეს არა მარტო ის არის რომ ღალატია და ამას ესე ვაფასებთ. ეს არის საფრთხე საქართველოს განადგურებისა, მაგრამ სანამ საქართველოს ეს დაემუქრება, მანამდე ეროვნული საფრთხეა, ეროვნული საფრთხე. თქვენ გადაყვებით ამას. ხალხი თქვენ გელოდებათ ახლა, როდის დაამთავრებთ ნაციონალური მოძრაობის და ამ ჯგუფის მოშორებას პოლიტიკიდან, გელოდებათ მთელი საქართველო, ის საქართველო ვის ქვეყნა მოგცათ 1.200.000 კაცი. ისე თქვენ შემოგეტრიალდებათ. ნუ გაიხედავენ და გამოიხედავენ და ბავშვი თბილისში ფეხბურთს ვერ თამაშობს. იქ პაკისტანელებმა ქართველი გალახა, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. ხდება უკვე შემთხვევები საქართველოში. ერთი აფეთქება უნდა ამას და თქვენ თბილისს ვერ გააჩერებთ. ზღვაზე ქართველ ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა არაბმა და მთელი ამბები. ხო, ზღვაზე კაცო იყო, გამოსული იყო. ვერ გადაურჩებით, თქვენთან ვერ გადაურჩებით. მე ახლა იმას გაიმტო კერლავაროკ თქვენზე შემტკივა გული რომ ამერ დაგემართოთ და ეს სამსართულიანი სახლებზე ამერ და დაემართოს თქვენ საკუთრებაში. მაგრამ აქ ისტორიულად შემდეგი რაღაც ხორციელდება. შეგახსენებთ ისტორიას. ერთი მოხდება სოციალისტური რევოლუცია და ყველაფერს წაართმევენ. ეს თუ არ მოხდა, მოხდება ბახტერიონის აჯანყება და დაკავებულ ქართულ მიწებს გაათავისუფლებენ. ეს თუ არ მოხდა და ქართულმა ხალხმა ისე თუ ისეა მოდუნებული რომ ვერაფერი ვეღარ გააკეთა. ამ ყველაფერში ვერც სასამართლო მოიგო და ვერც ვერაფერი ვერ გააკეთა. ერთი სასამართლო, რომელსაც ბატონი ვაჟა დღესდღეობით წარმატებით ახორციელებს, ეს საკმარისი არ არის. ლაპარაკია ყველა მიწაზე, რომელიც გაყიდულია აბსოლუტურად უცხოელებზე. და კიდევ მესამე, თუ კი ეს ხალხი მომრავლდება, გადაასწრებს უკვე რაოდენობით მილიონს, ეს მოშიებული ხალხი წამოსული ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან, ინდოეთიდან, არაბეთიდან, ეგვიპტიდან, ერაყიდან, ამ გადახრიოკებული უდაბნო ადგილებიდან წამოსული ხალხი. როგორც კი ძალას იგრძნობს, აი მარნეულში რო ჩაკიტარეს შავ მაისურებში შემოსილებმა დროშები და ხმა ვერ გასწა ვერამინ იმას. რა უღლება ქონდათ მარნეულში რო გაიარეს. მარანეული ჩვენი მარანის და მარნის და ღვინის სამშობლო მარნეულში. ხმას ვერ გაეჩით ვერავინ. თქვენ გეგონებათ რომ საქართველოს სახელმწიფოს პოლიცია შეძლებს და როგორც ეს 500 და 500 გონება ამღრეული ახალგაზრდა გააჩერა რუსთაველზე, მასე მოერევით თქვენ მაგათ, ვერ მოერევით მაგათ. ისეთი რომ დაინახავენ რომ მაგათ ქართული ძალაუფლება ვეღარ ერევა. სახლიდან ჯერ იმ სახლებს დაიკავებენ, რომელიც დაცარიელებულია სოფლებში და არავინ არ ცხოვრობს და იქიდანაც ვერ გამოასახლებთ. კახეთში, ქართლში, გურიაში, სამეგრელოში რამდენი სახლია ცარიელი. საქართველოს სახლების შენდება მხოლოდ ჩვენი თანამემამულე და ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანულ სოფლებში და ამ ხალხში. ესენი შრომობენ და აშენებენ სახლებს და მრავლდებიან. ჩვენ ვერ მრავლდებით. მაგრამ ეს ჩამოსული ხალხი მერე ამ სახლებს დაიკავებენ და შემდეგ როგორც წინა გადაცემაში ვთქვი, პირველ რიგში უკვე ორგანიზებულად მოადგენენ, სწორედ რომ 2 სართულიანი, 3 სართულიანი სახლის მქონე დეველოპერებს, პარლამენტის დღევანდელ და ყოფილ წევრებს, მთავრობის დღევანდელ და ყოფილ წევრებს. თქვენ თუ ამას დღეს არ გააჩერებთ. აი ესეთია რეალობა. ეს მოხდება აუცილებლად და გარდა ამისა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ბატონი ვაჟას
ხელმძღვანელობით მოეწყო ჩვენ დიდ აკადემიკოსებთან, იქ ასეთი რამეც გაცხადდა ჩემს მიერ, რომ ეს ნუ გეგონება თქვენ მხოლოდ ინვესტიცია, რომ აქ სხვა რჯულის ხალხი მოდის და ფულს დებს, რომ რაიმე საქმე აწარმოოს. ეს არის მიზანმიმართული სპეცსამსახურების დაგეგმილი ოპერაცია, რომ აქ მასა და ბირთვი ხალხისა მომრავლდეს იმისთვის, რომ საჭირო მომენტში საქართველოს სახელმწიფოს დაარტყან და თავი მოჰკვეთონ საქართველოს სახელმწიფოს. ეს ასე ხდება მოხდა ირანში, ახლა ხან სინათლეში მაგალითად. ასე ხდება სხვა ქვეყნებში, რამდენი ქვეყანაა არეული და ამოტრიალებული. სამხრეთ კავკასიას ეს საფრთხე ემუქრება, ეს მიმდინარეობს მიზანმიმართულად და ეს ჩვენ გვემუქრება პირველ რიგში. ბატონო მაშინ ბრძანამე დავამატებ. თქვენ ნუ გონიათ და ესე დამცინებად ვლაპარაკობთ ნუ deep state-ზე. ის კარგია თუ ცუდია, მტერია თუ მოყარია, პატივისცემით მოეყარი, მაგას ნუ დასცენით ამ deep state-ს. მათ ხელშია ნახევარი მსოფლიოს ძალაუფლება, კაცო. ნუ დასცენით ევროკომისიას და ევროპარლამენტებს, რომ პარლამენტში მაგათმა გეოგრაფია და ის რა იციან. გეოგრაფია კი არა, თქვენზე მეტი იციან, ჩვენო ძვირფასო ხელისუფლებაო. თქვენზე მეტი იციან. ისინი რომ გეუბნებიან, რომ შავი ზღვის ქვეყანას და შავი ზღვის აკვატორიას წარმოადგენს სომხეთი. ისინი ამას შემთხვევით არ გეუბნებიან. ისინი თქვენ გაფრთხილებას ღიად გიგზავნიან, რომ თქვენ თუ მოიქცევით, როგორც იქცევით, მაშინ უკვე ყველა ძალა, რომელიც კი ჩვენ გარშემო არსებობს ახლოში და შორე ადგილებში, ისინი საქართველოს წინააღმდეგებენ, მოაწყობენ საქართველოს დაგლეჯვას ნაწილებად. ამას გაინაწილებენ კიდეც ერთ-ერთი მეორეში. ეს თქვენ ამას ასე ნუ უყურებთ და ამ რაღაცა ხით-ხითა ლაპარაკს რომ ევროკომისიამ გეოგრაფია არა დედაბუდიან ყველაფერი იცის, თქვენ საქართველოში ეკონომიკაში ხდება თქვენზე მეტი მაგათმა იციან. რასაც წარმოდგენა არა აქვს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. იუსტიცია იქეთკენ იყოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყუილა ქვია სოფლის მეურნეობისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის ფეხებზე კიდია და მეურნეობაც. რატომ მარტო ქვია მაგას სოფლის მეურნეობა? წარმოდგენა არა აქვს, მიწა მათ ხელში არ არის. რა უნდა გააკეთონ არ იციან. თხილის წარმოება იყო 200 მილიონზე 10 წლის წინ, როცა იქ ვიყავი, ეხლა არის 90 მილიონი. რატომ განახევრდა? ხორბალი და ნახეთ ერთ წისქვილების გადამუშავება, რამდენი იყო და ეხლა რამდენი არის. რატო დაუშვათ ფქვილის შემოტანა საქართველოში? ეს არის სამხედრო დანიშნულების პროდუქტი საქართველოში. ჩვენ მილიარდიანი ნაციონალებმა მიყიდეს ეს უცხოელებს წისქვილები, გააკოტრეს, დაიჭირეს დირექტორები და გორის და მარნეულის და კაჭრეთის სხვის ხელში არის გადასული. და იმ ხალხს მე იმიტომ გააკეთინეს ეს ქულები ქართველებს რომ ეს ფული გაყიდულიდან მიღებული ფული შეეტანათ ბიუჯეტში ნაციონალურმა ხოთი ბუდრობა გააკეთეს და მეორე დაამატა ოცნება ფქვილი დაუშვა საქართველოში თავისუფალ ეკონომიკა რა გესმით თქვენ თავისუფალ ეკონომიკა რა არის გასო ეს სამხედრო პროდუქტია თქვილი სისხლის მუშაობა ნიშნავს კომბინირებული საკვების წარმოებას ქათოს წარმოებას რომელიც შემდეგ მეცხოველებას გაგივითარებ ხორცი ჩვენ არ გვივარგა აქ წარმოებული ხორცი არა გვაქვს გაყინული ხორცი 20 წლის წინადელი ხორცი წვალი რო ეწובה რესტორანში მოგწონთ მკვდარი წინა საუკუნეში მოკლული საქონლის ხორცი იყიდება რესტორნებში ჩვენთან ეს არის რეალობა ეს ბენდუკიძის დაწყებულია საქართველოს ბენდუკიძე იყო თუ ვინმე არ იცის ბენდუკიძე ბრძანდებოდა რუსეთის ურალმაშის დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი. ეს არის რუსეთის სამხედრო ზესაიდუმლო ორგანიზაცია. ურალმაშზეა ლაპარაკი. ურალმაშის ხელმძღვანელს და წილის ფლობელს საქართველოში გამოუშვება აქ, შვიდად. იმას რა დავალება ექნება მიღებული. მისი ხელშეწყობით გადავიდა ჰესები და ყველაფერი რუსების ხელში. და 2008 წელს აბა ეს რუსებს წლით სააკაშვილმა მეცა რუსებს. ხო, ეს ესე იგი ვითომ ევროპელი წარმოადგენს. ეს რუსებს რას მისცა ეს დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობამ. ახლა კაცო არაბებს უაძლევთ ამ მიწას და იმას. ან თქვენ ვინ მოგცათ ამის უვლება? ან ბენდუკიძეს ვინ მისცა? მოკლედ ამ ბენდუკიძეს მე რო უყურებ, ვინც კი მის შემდეგ იყო ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრები, მოადგილეები, როგორ ყავდა და ეხლა კატკაცი გადაწყვეტილია, ისე ის მართავს. ეკონომიკის სამინისტრო არის ბენდუკიძის მავზოლეუმი რა. ის როგორც ლენინი მართავს დღეს რუსეთს, ისე მართავს ბენდუკიძე ეკონომიკის სამინისტროს და ეს ზოგი მინისტრი და ზოგი მოადგილე 60 წელიწადში ვინც იყო მაგის მერე, ზოგი ოქტომბრელია, ნიში თვალსაჩინო, ზოგი პიონერია, ზოგი კომკავშირელი არიან, ესე იგი გონიათ რომ ინვესტიციები შემოაქვს საქართველოში. პარტიულ სიმაღლებსაც ვერ მიახსენებს რა. ენოქიზია თუ რა გვარია? ენოქიზე გასო. ხო, პირველი მოადგილეა მინისტრი, სამარცხვინო არა, რიპირველი გამყიდველი. აბაგაცი. ესე იგი, მარჯვენა ხელი სააკაშვილის და ბენდუკიძისა დღეს არის ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე. აი ამ მაფიის თავები. ერთი მე გადასხმა გადასება შევთავაზებია. და ეს დეპუტატები. ბენდუკიძე როგორ მოატყუა
მოუხმოვილა სააკაშვილის წარმოდგენა არა აქვს და როგორ მოანგრია სააკაშვილის ხელისუფლება, მაგას მოუყვებით დავინამოვნო ძალიან კარგად. ეს ნაციონალურს არის ეს ყველაფერი. რა ჩაუტარა მე თუ გიძენ მაგას. ხო და იქით იყოს კაი ახლა კაცი რაც არის როგორც არის. მე ვლაპარაკობ ჩვენ ხელისუფლებაზე. ასეთი პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა მიუთითებს რომ ან თქვენ ბრძანდებით მოღალატეები და არაბულ, პაკისტანურ სოფლებს აშენებს საქართველოში, საქართველოს მოკლათ, ან ბრძანდებით გონება ჩულუნგები. ორი ვარიანტია მარტო რა. ან შეიძლება ჰიბრიდული ვარიანტიც იყოს, ნახევარი ასეთი იყოს, ნახევარი ესეთი. ეს როგორ შეიძლება, კაცო? თქვენ გადამყოფეთ პირველ რიგში. დათო, ერთი უნდა ვახსენოთ კიდე რომ აი ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომ მასობრივად აძლევთ ესე უპრაგონოდ საქართველოს მოქალაქეობას, ბინადრობას და ასე შემდეგ, ხვალზე ესენი შექმნიან პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ პარტიას და თქვენ დაგამხობენ. ის რომ გარეწარმა სააკაშვილმა ერთ დღეში აჭარაში 28,000 თურქს მისცა საქართველოს მოქალაქეობა. ის რომ ეხლა აღმოჩნდა ახალი სტატისტიკით რომ 213,000 უცხოელს აქვს საქართველოს მოქალაქეობა. 213,000 და 300,000-მდე კაცს აქვს საქართველოს მოქალაქეობა. 300,000 კაცის ხმა იცით რას ნიშნავს პარლამენტში რამდენად კი? მიტინგი რას ნიშნავს? ო, რას ნიშნავს იცით ესა? აგერ თრაკია ბულგარეთში მოითხოვს იმათან თურქეთთან შეერთებას. ამის პრეცედენტი გვაქვს. შეიქმნა ბულგარეთში პროტურქული ფრაქცია, რომელიც თურქეთთან შეერთებას მოითხოვს. იგივე მოხდება აქაც. პოლიტიკურ ძალად მოგევლინებიან ხვალე ის შავები ქუჩაში რომ დახეტიალობენ. არ გეგონოთ მარტო ის ფეხბურთის მოედანზე და მარტო იმაზე რა ქვია სახლებს აშენებენ აქა. და ეს ამდენი სახლები კალამაჰმად ხან რო აშენებ, ვისთვის აშენებ? ქართველობა აღარ არის აქ. შენ ერთ-ერთი პირველი მოღალატე ხარ საქართველოს. იმიტომ რომ თბილისს დაუკარგე ის დიდი იერსახე, ის ლამაზი, ჰაეროვანი არქიტექტურა, რომელიც ჩვენმა დიდმა წინაპრებმა აქამდე მოიტანეს. ბუღა თურქზე უარესი საქმე გაუკეთე დღევანდელ საქართველოს. შეგრაცხავს ჯოჯოხეთისთვის გაგამზადებს ჩვენი ეკლესია შენ მომავალში, იმიტომ რომ ის წმინდა ქალაქი შეურაცხავი. ფაქტიურად ამ რკინაბეტონის უსახური შენობები და რაც გასამაგრებელია იმას არ ამაგრებ, შენ კაი კაცო თავზე გეკცევათ ისტორიული შენობები და აშენებ ახალ კორპუსებს, როცა ქართველობა აღარ არის საქართველოში, ვისთვის აშენებთ? რო შენდებოდა იმ დროს გასულ საუკუნეში, თქვა დიღმის მასივი თუ ვარკეთილი თუ ვაზისუბანი თუ გლდანი, იცოდნენ რომ მოსახლეობა მრავლდებოდა და სიაში იყო და მოთხოვნილება იყო. დღეს ვისთვის აშენებთ? საქართველოდან მილიონზე მეტი ქართველია გასული. აი ამაზეა საუბარი. ეს არის მოღალატეობა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ აღარ მინდა ლაპარაკი დიპსტეიტი და ვინ რას აპირებს და ვინ რას გვიპირებს. ჩვენ თავს შიგნით ვერ მიგვიხედია. ქვეყნის შიგა პოლიტიკა ვერ დაგვილაგებია. ძაღლის შინარ ვარ გოდა სანადიროდ გარბოდაო. შენ მინდა გავაგრძელო, ხან იმას დავცინით, ხან იმაზე ირონიულად ლაპარაკობ და ვითომ აქვს ყველაფერი მოწყობილი გვაქვს, აიგე? ან ვის დასინე ის და ესა საათი ვითა გაქვს თვითონ მაწყობილი. სირცხვილია ეს ყველაფერი. მე მინდა ასევე ესეთი გადასვლა გავაკეთო, რომ ქართულ ეკლესიას უთხრა დიდი მადლობა მეუფე შიოს და მეუფე ანდრიას გვაზავას, მეუფე შიო მუჯის და მეუფე ანდრია გვაზავას, რომლებიც აქტიურად არიან ისტორიულ, კულტურულ, არქიტექტურული ძეგლების გადარჩენის საქმეში ჩართულები. და დიდი მადლობა მინდა შევწირო მათ. და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე ამ საქმეში. და ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა კიდე ამასთან დაკავშირებით. როდესაც ძალიან ხშირად ბოლო პერიოდში ვკითხულობთ ჩვენ რომ ესე იგი ეკლესიას რატო აქვს ეს მიწები, ეკლესიას რატო აქვს ის? იცით თქვენ რომ საქართველოს ეკლესიას გაცილებით 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მეტი მიწები და სიმდიდრე გააჩნდა 1801 წლამდე, ვიდრე დღეს არის. აი ეს არის რეალობა და ვიღაცას ყელზე რო ადგება ხან აი რატო აფინანსებს ბიუჯეტი 25 მილიონით და ამით. თქვენ იცით რა სიმდიდრე გააჩნდა ქართულ ეკლესიას, რა შეწირულობები? არსებობს ესეთი წიგნი მე ერთ-ერთ აი მომავალ გადაცემებში მინდა ეს წარმოგიდგინოთ, გიორგი ბოჭორიძის წიგნი საქართველოს ეკლესიების ქონების და საგანძურის აღწერა. ეს კაცი 1937 წელს დახვრიტეს.
და რა სიმდიდრეს ფლობდა ქართული ეკლესია, რომელმაც სწორედ გადაარჩინა ქართული იდენტობა. მაინც და მაინც ქართულ ეკლესიას უნდა დაეჯახოთ და ხმას არიღებთ იმაზე, რომ მარტყოფისველი ირანელების და თურქებისა, თხოთისმთა არაბებისა, მარჯვნივ აღაიანისველი და მუხრანისველი ირანელებისა, თბილისის გარშემო მთელი მიწები კოჯორ ტაბახმელაძე არაბული სოფლისა და აგერ გადით ნახეთ ერთი იმისი რა ქვია იუნკერების მემორიალი და 100 მეტრში. იმაზე ხმას არავინ არ იღებთ. და ერთადერთი სამართლებრივი სასამართლო რა მე არ მინდა ტრაბახი თქვა. მე ვაწარმოებ ამ არაბების წინამდე. მართალი ბრძანე. ყველა უნდა იღებდეთ ხმას. მე ასევე მინდა მოუწოდო დათო, იმიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ ციკლს იყიდება საქართველოს, რომ პირადში დაგვიკავშირდით საქართველოს ყველა სოფელი, საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, ქალაქიდან თუ სოფლიდან, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა უცხოელებზე მიწების გაყიდვისა. დაგვიკავშირდით პირადში, მოგწერეთ თქვენი ტელეფონები და ჩვენ გავახმაურებთ ამ ამბავს. გავასაჯაროებთ იმ პრობლემას, რომელსაც საქართველოს დაღუპვა შეუძლია ძალიან მოკლე ხანში. შეიძლება ვერ დაგვიფხროს ვერც სამხრეთმა, ვერც ჩრდილოეთმა, მაგრამ აი ეს პრობლემა, რომელიც ქართული მიწა-წყლის გაყიდვას ეხება, შიგამტრების ხელშეწყობით შეიძლება ქვეყნისთვის აღმოჩნდეს დამღუპელი. შემთხვევით არ ბრძანა ერის მამამ დიდმა ილია ჭავჭავაძემ მამული ენა სარწმუნოება და მამულით დაიწყო პირველ ადგილზე დააყენა მამული რამე თუ არ გექნება მიწა შენი არსობისა სადაც უნდა იდგე მყარად მაშინ ჩათვალე რომ არც სამშობლო გაქვს და აღარც არსებობ რატო ხორაფერს დაამატებდი ძირითადად ითქვა ბატონი ვაჟას საავტორო გადაცემა და ეს გაგრძელდება ჩვენ მოვიწვევთ სხვა ადამიანებს ვინც მოგვითხრობენ რა ხდება საქართველოში ზოგადად ერთი შეგვიძლია ჩვენ წინასწარ ასე ვთქვათ გამოუხატოთ იმედი პრემიერ-მინისტრისა და ახალი მინისტრებისა რომლებიც შეაჩერებენ ამ პროცესს დაუყოვნებლივ. ხო, ახალი ეკონომიკის მინისტრია და იმის იმედიც. ახალი ეკონომიკის მინისტრი, ახალი სოფლის მეურნეობის მინისტრი, ახალი იუსტიციის მინისტრია. თქვენ ნუ აღმოიჩენთ თქვენ თავს იმ მდგომარეობაში, რაშიც აღმოჩნდნენ თქვენს წინ ყოფი მინისტრები და მათი მოადგილეები. იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რა ხდება საქართველოში და ხალხი აჯანყდება ყველა ვარიანტში. გამორიცხულია რომ ქართულმა ხალხმა თუ კი ვერ დაინახაროთ თქვენც ამას არასწორებთ ეს ყველაფერი მოითმინოს. ეს შეიძლება მოითმინოს კიდევ გარკვეული პერიოდი, შეიძლება ეს არჩევნებიც გადააგოროს, მაგრამ შემდეგ ხალხი აღარ გაჩერდება. ამას აჭირდება, პოლიტიკოსებიც აჭირდება ამას ყველაფერს. და ჩვენი თხოვნა იქნება რომ მორატორიუმი გამოვაცხადეთ და ყველა გამოსავალი რაც კი რაიმე შეიძლება იყოს რომ სოფელი აღორძინდეს ნამდვილად წარმოება გაიზარდოს ნამდვილად ჩვენი საჭმელი ქართული საჭმელი იყოს რომელიც ტურისტებს უნდა შევთავაზოთ როგორ მოხდეს ეს ყველაფერი და უფრო მეტად რომ გამდიდრდეს წარმოებული პროდუქციით ქართული ფერმერები და გლეხები სოფლები რომ გამრავლდნენ და მოღონიერდნენ ამაზე ყველაფერზე ჩვენ ვისაუბრებთ და ამაში რა თქმა უნდა ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენი დიდი მეგობრის პაატა გოღაშვილის გარდაცვალებამდე გამოცემულ ორ წიგნს და ერთ-ერთ მათგანს რომელსაც ერქვა მარადიული ქართული სოფელი და ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ უკვე აუცილებლად ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულს მივუახლოვდა კიდევ ერთხელ უცხადებ ჩვენ ტელემაყურებელს რომ ვისაც ექნება პრობლემა მიწებთან დაკავშირებით დაკავშირდეს ჩვენ კი ხელისუფლებას ვეუბნებით ამ ჩვენი გადაცემით მოყარეს პირში უძახის კუთხით ვარ ჩვენ არა ვართ ამ ქვეყნის მტრები და ნუ ჩავთვლით რომ რომელიმე პარტიის წევრი ვარ და რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფების რაღაცა იმას ვაშერებთ ინტერესებს ვიცავთ არაფერი პირიქით ჩვენ გვინდა ჩვენი სოფლების აღორძინება ჩვენი გლეხობის წინსვლა რომ შეიქმნას ის პროდუქცია ჩვენ კი არ შემოგონდეს თურქეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან და ასე შემდეგ სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ან იგივე სასომხეთიდან თუ აზერბაიჯანიდან, არამედ ჩვენი მადლიან მიწაზე მოყვანილი პროდუქცია მიიღოს ქალაქმაც და ჩვენმა მოსახლეობამაც. და ასევე გამოსავალს ხედავთ სწორედ იმაში, რომ პრემიერ-მინისტრმა და სწორედ ამ ახალმა მინისტრებმა ხელი შეუწყოს სასწრაფოდ რომ მორატორიუმი გამოაცხადონ ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით ეს სასოფლო სამეურნეო მიწებს შეეხება
და კატეგორიის ეს ცვლილება შეწყვიტონ ეს, რომელსაც ეს ყაჩაღთა ბანდა, ამ ჩაბუდებული ყაჩაღთა ბანდა, კრიმინალური ბანდა ქონების მართვის სააგენტოში ახორციელებს ეს ანტიკონსტიტუციურ ქმედებას, რადგანაც ეს დაღუპავს საქართველოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ აი ეს პროცესი უნდა რამენაირად შეწყდეს და ჩვენ ამის იმედი გვაქვს ჩვენი ხელისუფლებისგან თუ არა და მაშინ აღმოჩნდება რომ საქართველო განწირულია დაღუპისათვის. ჩვენი გადაცემა დღევანდელი ამით დასრულებულია. მე ვაჟა ოთარაშვილი, დათო გალეგაშვილი ვიყავით პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო. შეხვედრამდე. არავის არ აქვს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს, არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული მიწა.